სცენაზე ან ეკრანზე ისედაც ხშირად ხედავთ. უფრო მეტად ალბათ ის გაინტერესებთ, რაც არ ჩანს, ან მათ შესახებ არ იცით. შოთიკო ბოჭორიშვილმა ქართველი სელებრიტების ერთი მთლიანი დღე ფოტოზე აღბეჭდა და საზოგადოებას უმაკიაჟო, უფოტოშოპო და ნამდვილი ცნობილი სახეები გამოფენაზე დაათვალიერებინა. პრინციპში ხატრული თვალსაზრისით და როგორც ფოტოგრაფის თვალსაზრისით ის არის რაც მე მინდა დავაყო, ცოტა ორგანიზაციის საკითხებს რაღაცები შეიცვალა. 12 PM-ი გაგრძელდება, რადგან ეს არის პირველი სეზონის დახურვა დღეს. მრავალფეროვან 12 PM-ს იხილავს მომავალში ხალხი და საზოგადოება თბილისის. 12 PM-ის გადაღებებს Music Box-ი აქტიურად ადევნებდა თვალყურს. სრულიად განსხვავებული პროფესიის ადამიანების ჩვეულებრივი დღის მომსწრე ჩვენც არაერთხელ გავხდით. Music Box-თან ერთად კი ეს არის ჩემი დღის გრაფიკი, რეჟიმი. აქ ერთი დღით ვარ ჩამოსული, მზადება იყო უკვე უკრაინის მოდის კვირეულისთვის ანუკისთან ერთად. ძალამაზია, მომწონს კოლაჟი, როგორც არის, კომპოზიცია. მე ვარ არ პოზირებ და მართალი ვარ, რაც ცხოვრებაში ძალიან მომწონს. ალბათ არ იცოდით, რომ ფოტოგრაფი ირმა შარიქაძე ყოველდღე ერთსა და იმავე კაფეში დადის ყავის დასალევად და ტანგოს ცეკვასაც კი სწავლობს. ნანკა კალატოზიშვილის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გოგერ სპანიელია. ლიზა ვადაჭკორია საქმიანი დღის შემდეგაც მშვენივრად ახერხებს გართობას. შოთიკო ბოჭორიშვილი რომ დამადგა დილიდან ტელევიზიაში და საღამომდე რომ ჩემთან ერთად იყო, საღამოს ვეუბნები შოთიკო წადი და კაი ხანს აღარ გამოჩნდა. როცა მე მუშაობ, მე არ მიყვარს, როდესაც ხელს მიშლიან და ამ დროს ეს ფოტოაპარატი დარბეო და გარშემო და ყველაფერს აფიქსირებ. ნუ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა შოთიკოს დიდი მადლობა. აი ესეთია ლიზა ვადაჭკორიას ერთი დღე. ესა მართლა არის ირმა შარიქაძის ერთი დღე, რეალური დღე არის, რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე ავიღეთ და საინტერესო, ანუ დატვირთული. მე მგონი რომ გამოვიდა ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ეს იყო მართლა ერთი დღე, ეს არ იყო დადგმული და ბიჭმა ანუ ძალიან კარგად იმუშავა. თითოეულმა კოლეჟმა სხვადასხვა შეფასება დაიმსახურა. კრისტის ფოტოები ყველაზე პაპარაცული გამოვიდა. ძალიან გამახარა ამ პროექტით, იმიტომ რომ ცოტას ნერვიულობდი მაინც და მეშინოდა ესეთი უკვე როცა გამოეფინებოდა, როგორ იქნებოდა არ ვიცი. და ნამდვილად ეს ვარ, ანუ აი ესეთი ვარ დილით. აი ხა რო უყურებ უფრო და უფრო მომწონს, არის დოკუმენტალური, ანუ ესეთი რეალური კადრები არის და მხატვრულად არის გაფორმებული. DJ Rembos ერთი დღე ვარჯიშით დაწყებული DJ-ის პულტით დამთავრებული საკმაოდ მრავალფეროვანია. გამოფენაზე მისულებმა ისიც გავიგეთ, რომ ჭკუამხიარული DJ სწავლა-განათლებას სერიოზულად უდგება. თელდღე კამერა დამზეს კი აქ თელდღე შოთიკო დამზდევდა. და სადაც შევიდოდი, ყველგან ეკმომსდებდა. ნუ დაწყებული სამზარეულ ლოგინი რაღაცა. და ჩემ პაველი ანგელოზირო. აქ კიდე ძალიან ცოტა ელემენტია, უბრალოდ არ ჩანს ახლა ეს ცოტა ფოტოებია. მაგრამ ძირთად დატვირთული მაქვს დღეს დილიდან, აი ახლა გამოსაჩაობარე, ტესტება მქონდა და პრეზენტაცია მქონდა, პლუს კიდე ორ კლიენტთან შეხვედრა. ახლა უკრავ და კიდე ღამე სხვაგან უკრავ. ბევრი დამწყები ფოტოგრაფის შესაძლებლობებით გაოცებულიც კი დარჩა. შოთიკომ მთელი ქართული ბომონდის ერთად შეკრება მოახერხა. მე აქტოვანდი, იმით რომ ველოდებოდი რომ მოვდიოდი დოკუმენტალურ ანუ მე მგონი რომ დოკუმენტი დამხვდება უფრო. იმით რომ ვიცოდი რომ უფრო პაპარაცული ფოტოები იყო, დამხვდა ძალიან ბევრი კარგი ხატრული ფოტო. მე მომწონს, მე არ ველოდებოდი. 12 PM-ის პირველი სეზონი დაიხურა, თუმცა შოთიკოს სიაში უკვე რამოდენიმე გვარია მონიშნული. ფოტოგრაფის შემდეგ ჯერზე ბიზნესმენების ან თუნდაც პარლამენტარების გადაღებას გეგმავს. პრინციპში წინააღმდეგი არც არავინ უნდა იყოს, თუ რა თქმა უნდა დასამალი არაფერი აქვს.